რუსეთი ამჟამად როგორც ჩანს, სისტემატურ დივერსიებზე გადადის ევროპის წინააღმდეგ. ევროპაში ეს უკვე მესამე ქარხანაა გასული კვირის განმავლობაში, რომელიც მოულოდნელ ავარიასა და ხანძრებს შეეჯახა. სამშაბათზე გადასულ ღამეს 18 აგვისტოს ფინეთის ქალაქ იმატრაში მდებარე Stora Ensos ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ნიშნულოვანია, რომ თავად ქარხანა რუსეთთან საზღვრიდან სულ რაღაც 10 კილომეტრში მდებარეობს. ამ ქარხანაში ხანძრის მიზეზები ჯერ კიდევ იძიება და ქარხანა ქვეყნის თავდაცვით სამრეწველო კომპლექსთან კავშირში არ არის. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ხდება იმ ფონზე, რაც დღეს ლატვიის პრეზიდენტმა აღწერა. რუსეთის ჰიბრიდული ომი ევროპაში უკვე მიმდინარეობს. ამავდროულად რუსეთმა ბრიტანეთს დაემუქრა ბრიტანული დრონების გამო, რომლებიც ახლა რუსეთში დაფრინავენ. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, კრემლში ეს დიდი ხნის წინ იცოდნენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ამაზე ყველამ დაიწყო საუბარი, კრემლმა გადაწყვიტა ბრიტანელებს საფასუხო დარტყმით ამუქრებოდა. რუსეთმა გერმანიის კუნძულთან გაგზავნა ფრეგატი ჰიპერბგერითი რაკეტებით. და ერთი კვირით ადრე შეგახსენებთ, იტალიაში აფეთქდა საბრძოლო მასალების ქარხანა და კიდევ ერთი ქარხანა ბულგარეთში. აქ კი ნამდვილი პარადოქსია, რადგან სანამ ეს ყველაფერი ევროპაში ხდება, დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი ფარულად გაფრინდა პეტერბურგში კრემლთან მოლაპარაკებებზე. მოდის ამ გამოშვებაში ყველა ბოლო მოვლენას წესრიგით მივყვეთ და დეტალურად განვიხილოთ. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი. მოდი დავიწყოთ, მაგრამ მანამდე გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივიძევთ 300,000 გამოწერისკენ, ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. მოდით ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლით დავიწყოთ. ფინეთში თხის მრეწველობის კომპანიის Stora Ensos ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. ქარხანა მდებარეობს დაახლოებით 10 კილომეტრში რუსეთის საზღვრიდან. აფეთქების შედეგად აალდა მაზუთის რეზერვუარი. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. Stora Enso არის სამრეწველო კომპანია, რომელიც აწარმოებს განახლებად მასალებს და ხის ბოჭკოზე დაფუძნებულ პროდუქციას. აი წინასწარი შეფასებებით ქარხნის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 კუბური მეტრი მაზუთი დაიღვარა. ხანძრის ჩაქრობა 2 საათზე ცოტა მეტში მოხერხდა. და ამ ოპერაციაში დაახლოებით 15 სამაშველო დანაყოფი მონაწილეობდა. ახლა კი ფინელები ამბობენ, რომ ეს ინციდენტი აუცილებელი არ არის, რომ რუსებს უკავშირდებოდეს. მაგრამ ბოლო კვირის განმავლობაში ევროპაში ქარხნებში ხანძრები მეტისმეტად გახშირდა. მანამდე 13 აგვისტოს აფეთქება და მის შემდეგ გაჩენილი ხანძარი მოხდა რომის მახლობლად მდებარე მსხვილ საბრძოლო მასალების ქარხანაში. ავარია მოხდა დენთის დაპრესვის საამქროში, KNDS AMO იტალიის ქარხანაში. ამ საწარმოში აწარმოებენ საშუალო და დიდი კალიბრის ჯუროებს სახმელეთო და საზღვაო თავდაცვისთვის, ასევე მყარ სარაკეტო საწოლს. ხოლო წინა დღეს შეგახსენებთ, ბულგარეთში იწოდა იარაღის ქარხანა. აქ მნიშვნელოვანია ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადება. ბელარუსის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მან თქვა, ციტატა: ეს არ არის ის, რაც ოდესმე მომავალში დაიწყება. ეს უკვე ეხლა ხდება. ასე დააკომენტარა მან რუსეთის ჰიბრიდული ომი ევროპის წინააღმდეგ. და აი კიდევ ერთი ინციდენტი. ლატვიის სამართალდამცველები ახლა იძიებენ ხანძარს საქველმოქმედო ორგანიზაციის საწყობში, რომელიც უკრაინას დახმარებას აცვლიდა, ასევე სხვა არაერთ საქმეს: საბოტაჟი, პროვოკაციები და ჯაშუშობა. და აი ბლუმბერგი ცალკე აღნიშნავს, რომ ევროპაში დივერსიული აქტივობის ზრდა ფიქსირდება. გახსენებთ, გერმანიაში უკრაინული თვითმფრინავის ახლოს ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დროინდან დაწყებული, ცეცხლის წაკიდებებით და თუნდაც შეკვეთილი მკვლელობის მცდელობებით დამთავრებული. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პირდაპირ იმუქრებოდა, რომ რუსეთი გააძლიერებს ბრძოლას ევროპაში იმ პირების წინააღმდეგ, ვინც აქტიურად ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებაში. და აი დღეს გაჟღერდა ახალი მუქარა, ამჯერად ბრიტანეთის მისამართით. ლონდონში რუსეთის საელჩომ განაცხადა, რომ ბრიტანეთს, ციტატა, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კიევის რეჟიმის დანაშაულებში თანამონაწილეობისთვის. მიზეზი გახდა დადასტურება იმისა, რომ უკრაინა ბრიტანულ დრონებს იყენებს რუსეთის სიღრმეში დართმევისთვის, რაზეც ადრე უკვე გიამბეთ წინა გამოშვებაში. სწორედ დღეს დიპმისიაში დაამატეს, რომ ბრიტანეთის ომში ჩართულობის ზრდასთან ერთად ასევე გაიზრდება ის ფასი, რომელიც მას მოუწევს გადაიხადოს. კონკრეტიკა ცოტაა, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ მალე რაღაც დაიწოს ბრიტანეთშიც.
აი ესეთები არიან ეს რუსები, რომლებიც დივერსიებისა და დაცვის გარდა პრინციპში არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. და მოდით ვიყოთ გულწრფელები, რუსებს დარწმუნებული ვარ, შესანიშნავად იცოდნენ, რომ უკრაინა იყენებს ბრიტანულ უპილოტოებს, რადგან ჩვენ უკვე ნახევარი წელია ვიყენებთ მათ. ნახევარი წლის განმავლობაში ვერ მიხვდე, რომ თქვენკენ ბრიტანული უპილოტოები მოფრინავენ. ეს სრული სისულელეა. ხოლო რუსებმა დაიწყეს ლაპარაკი და მუქარები მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა უკვე საჯაროდ დაადასტურეს, რომ დიახ, ბრიტანული უპილოტოები დაფრინავენ რუსეთის ტერიტორიაზე. შემდეგ რუსეთმა გადაწყვიტა ზღვაზე ძალის ჩვენება. The Telegraph-ის ინფორმაციით, რუსეთმა ბალტიის ზღვაში გერმანიის სანაპიროსთან გაგზავნა ფრეგატი ადმირალ კასატონოვი. ფრეგატი აღჭურვილია კალიბრის ფრთოსანი და ცირკონის ჰიპერბგერითი რაკეტებით, რომლებსაც ბირთვული მუხტის ტარება შეუძლიათ. გემი შენიშნეს გერმანიის ტურისტულ კუნძულ ფემარნთან. ის გადაადგილდებოდა გამორთული მდებარეობის გადამცემი მოწყობილობით. და ეს უკვე მეორე სამხედრო გემია რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტიდან, რომელიც ბოლო კვირებში ბალტიის ზღვაში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, ივლისის ბოლოს იქ უკვე გაგზავნეს ესმინეცი ადმირალ ლევჩენკო. და აი ფრეგატის განთავსება მოხდა მაშინვე, მას შემდეგ, რაც მელოთი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი დაემუქრა დასავლეთის გემების დაკავებით, როგორც პასუხი რუსული ტანკერების, ეგრეთ წოდებულო ჩრდილოვანი ფლოტის შეჩერებაზე. 13 აგვისტოს ვლადიმირ პუტინმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს დაავალა სარკისებურად უპასუხოს იმას, რასაც მან ევროპული ქვეყნების მხრიდან მეკობრეობასა და ყაჩაღობად მოიხსენია. და დაამატა ციტატა: აუცილებელი არ არის იმ წყლებში, სადაც ჩვენი გემების წინააღმდეგ თავდასხმები იგეგმება, არამედ იქ, სადაც ჩვენ თვითონ ჩავთვლით საჭიროდ, ნებისმიერ აერ ადგილას. და აი მის შემდეგ უკვე ვიცე-თავმჯდომარე გამოვიდა სიტყვით. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის მთავარი ლოთი დიმკა მედვედევი, აი ეს პუტინის მოკლე ვარიანტი. აი მან კიდევ უფრო შორს წავიდა და განაცხადა, რომ რუსეთს აქვს უფლება დაარტყას არამეგობრული ქვეყნების სავაჭრო გემებს. თუ ეჭვს მიიტანს, რომ ისინი მტრის ინტერესებში ტვირთს გადაჰყავთ. ჩვენ უკვე ვახსენეთ ამ გამოშვებაში იტალიაში მდებარე ქარხანა. ეხლა იტალიაში ამბობენ, რომ შესაძლოა რუსეთი საერთოდ არ იყოს დაკავშირებული ამასთან. დასულ კვირას რომთან ახლოს კალიფეროში აფეთქდა საბრძოლო მასალების ქარხანა KNDS AMA-Italy. ეს საწარმო აწარმოებს საშუალო და დიდი კალიბრის საბრძოლო მასალებს. ასევე მყარ სარაკეტო საწვავს აეროკოსმოსური მატარებელი რაკეტებისთვის. და აი გაზეთი La Repubblica იუცხება, რომ იტალიის პროკურატურა ამოწმებს ამ აფეთქების შესაძლო კავშირს მსგავს ინციდენტებთან ბულგარეთის საწარმოებში. და აი ოპოზიციური პარტია მოქმედების ლიდერმა კარლო კალენდამ საჯაროდ მოითხოვა მთავრობისგან პარლამენტისთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა. შემდეგ მისი ციტატა: ჩვენ არ შეგვიძლია დავჩეთ გაურკვევლობაში რუსეთის შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმის შესახებ. აი იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ უკვე განაცხადა, რომ იტალიის მთავრობას არ აქვს რაიმე მონაცემები, რომლებიც მიუთითებს რუსეთის მონაწილეობაზე ქარხანაში მომხდარ აფეთქებაში. შემდეგ მოდის კროზეტოს ციტატა: არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომელიც საფუძველს მისცემდა ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება იყოს რამე სხვა გარდა შიდა პრობლემისა. თუმცა აღნიშნავ, რომ ევროპაში ქარხნებში შემთხვევითი ხანძრები და აფეთქებები მეტისმეტად გახშირდა. ჩვენ უკვე განვიხილეთ, რომ რუსეთი გადავიდა ახალ ტაქტიკაზე, ადგილობრივი მოსახლეობის გამოყენების. ანუ ევროპელების, რომელთაც ფულით აყვანენ, მათ აყვანენ ერთჯერადი დივერსიისთვის, რათა მაქსიმალურად დაფარონ კვალი. უფრო მეტიც, უკვე არსებობს სამწუხაროდ, ან არ ვიცი როგორ თქვა, შემთხვევები, როდესაც ფაქტობრივად ამ დივერსიების შემსრულებლებს საერთოდ ვეღარ პოულობდნენ. და აქ შეგახსენებთ, რომ 10 აგვისტოს სამხედრო ქარხანაში კომპანია EMKOS ბიზნესმენი ემილიან გებრევის ფლობელობაში, ქალაქ ტრიავნასთან ახლოს, ბულგარეთის ცენტრალურ ნაწილში, ასევე მოხდა აფეთქებების მთელი სერია. წინასწარი მონაცემებით საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი სატვირთო მანქანა დაიწვა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გებრევის ქარხნები უკვე რამდენიმე წელი აწვდიან ჭურვებს და სხვა აღჭურვილობას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ასევე ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მისი ქარხნები ველური რუსების მხრიდან დივერსიის მსხვერპლი ხდება. და აი მაშინ, როცა ევროპაში აფეთქებებისა და მუქარის ტალღა გრძელდება, დონალდ ტრამპის ნდობით აღჭურვილი პირი ფარულად ჩავიდა კრემლში მოლაპარაკებებზე. Financial Times-ის ინფორმაციით, როდნი მიმს კუკუმცროსი, რომელიც აშშ-ის სახვითი ხელოვნების კომისიის თავმჯდომარეა,
ისევე როგორც ის, ვინც დონალდ ტრამპის საბანკეტო დარბაზის მშენებლობას კურიოებს თეთრ სახლში. ივნისში მან დიპლომატიური პასპორტი მიიღო და საიდუმლო მისიით ეწვია სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ უნივერსიტეტს. ფორმალურად ის გამოდიოდა სესიაზე სახელწოდებით რუსეთი აშშ-ში კულტურათა დიალოგი. მაგრამ არაოფიციალურად ის ხვდებოდა კრემლის მაღალ ჩინოსნებს, მათ შორის პუტინის მრჩეველ ანტონ კობიაკოს. და აი აშშ-ში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მაშინ საჯაროდ აცხადებდა, რომ მას არაფერი სმენია პეტერბურგში რომელიმე დელეგაციის ვიზიტის შესახებ. თუმცა კიდევ ერთხელ, დიპლომატიურ პასპორტს სწორედ სახელმწიფო დეპარტამენტი გასცემს. თავად კუკმა კომენტარი შეხვედრებზე დაუბანელ რუსებთან არ გააკეთა. მაგრამ My Financial Times-ი წერს, რომ დიდი ალბათობით მოლაპარაკებების თემად შეიძლება უკრაინა და ტრამპის გარემოცვის ბიზნეს ინტერესები ყოფილიყო. მაგრამ როგორც ჩანს, ტრამპის ხალხის ასეთი ვიზიტები პუტინთან არანაირ შედეგს არ იძლევა. პუტინი არ აჩვენებს ზადყოფნას, რომ განიხილოს კონფლიქტის მოგვარება. კერძოდ მისმა კარისკაცმა სერგეი ლავროვმა პარასკევს კიდევ ერთხელ გამორიცხა კონფლიქტის გაყინო. მიუთითა, რომ ეს ციტატა სრულად გაანულებს ჩვენი ბაბუების გმირობას და დასავლეთის ქვეყნებს დაემუქრა განადგურებითა და კიდევ უფრო მკაცრი მეთოდებით. ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების მცდელობის ჩავარდნის ფონზე დასავლეთის ქვეყნები Financial Times-ის ინფორმაციით ცდილობენ დაამყარონ სხვა არაოფიციალური არხებიც. მაგალითად, ივლისში ვენაში გაიმართა ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი ჩინოვნიკების შეხვედრა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა დაადასტურა, რომ იმავე თვეში ბაქოში გერმანიისა და რუსეთის ყოფილმა ჩინოვნიკებმაც განიხილეს უკრაინაში ომის დასრულების გზები. მთელ ევროპაში ერთდროულად ფიქსირდება აფეთქებები ქარხნებში, რომლებიც უკრაინის თავდაცვასა და ლოგისტიკაზე მუშაობენ. ჩვენ ვისმენთ ბრიტანეთის მიმართ მუქარებს დრონების მიწოდების გამო. რუსული სამხედრო გემები ჰიპერბგერითი რაკეტებით ჩნდებიან გერმანიის სანაპიროებთან. ეს ყველაფერი ლატვიის პრეზიდენტის პირდაპირი განცხადების ფონზე, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომი ევროპაში უკვე მიმდინარეობს. ამავდროულად, სანამ ევროპა ზარალს ითვლის, ვლადიმირ პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა უკვე მოასწრო საიდუმლო დიპლომატიური მისიის ფარგლებში სანქტ-პეტერბურგში ჩასვლა. მაგრამ ეს პირი დაბრუნდა ყოველგვარი ნიშნის გარეშე, რომ კრემლი რეალურ მოლაპარაკებებზეა მზად. პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ის ამწვავებს სიტუაციას და ზრდის დივერსიების რაოდენობას ევროპაში. აქ მრავალ წერტილს დავშვა. თქვენი აზრები და დასკვნები დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაბუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.